მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციებისას დაკავებული კიდევ ერთი ახალგაზრდის საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. 21 წლის სტუდენტს გიორგი მინდაძეს მისი განაჩენით 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. საზოგადოებამ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის დასკვნითი სიტყვა ვერ მოისმინა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო მედიას ხდომას ვერ იღებდა. თუმცა პროცესის დაწყებამდე და განაჩენის გამოცხადების შემდეგაც გიორგის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ მხარდამჭერებს ურიგებდა წერილებს, რომელშიც მისი შვილის სათქმელი ეწერა. აშკარაა ჩვენი ნახვები და შეხვედრები დასასრულს უახლოვდება. გული არ გაიტეხოთ. თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრის მეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მით უმეტეს გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის ასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავი შეგაყვარეთ, ჩემო თანამებრძოლებო. იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის იმედი და რწმენა. არც არაფრის მეშინია, არც შევშინდები, არც ამ 5 წლის მეშინია. იმიტომ რომ გალუშტაშვილმა არ იცის დედა რას ქვია. იმან რა იცის დედაშვილის სიყვარული. მიუსაჯა, ეგ არაფერი არ არის პრობლემა. არავინ არ ინერვიულოთ. 5 წელი 5 დღე იქნება ჩვენთვის. ესენი მალე დასრულდება სუხველა. ჩვენ გამოვიყვან ჩვენ შვილებს და საქართველო გამწყინდება და წავალცი. ნურავის ნუკეშინიათ ნურავ. ტინის გალაბნებ ჩავიცმევ. მოვივლი ქვეყანას ვიბაბოქრებ. არ გავჩერდებ. ბრალდება გიორგი მინდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმამუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. პროკურატურა მას 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დაზიანებაში სდებდა ბრალს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავე ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულმა პიროტექნიკა ისროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო. ბრალდებულს ბრალდება სამსახურეობის საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე პროცესის დაწყებისას სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი მინდაძის მხარდამჭერთა ნაწილი სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. თუმცა რადგან ახალი კანონით სასამართლოს ეზოში შენობასა და სხდომათა დარბაზებში მედიის მუშაობა შეზღუდულია, ტელეკამერებმა ეს ეპიზოდები ვერ გადაიღეს. მას შემდეგ კი რაც განაჩენს პროტესტი მოჰყვა, მანდატურებმა მოქალაქეებს სასამართლოს ეზოც დაატოვებინეს. ეს ნინო გალუსტაშვილის მეორე განაჩენია აქციებისას დაკავებულთა საქმეზე. 12 ივნისს მან მათედევიძეს მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნინო გალუსტაშვილი განიხილავს აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმესაც.